გეტყვით, რომ თქვენ მოყოფებით ფერისცვალების სამრევლოში. ფერისცვალების ტაძარია ეს. ფერისცვალება მოხდა თაბორის მთაზე. რამდენიმე ხნით ადრე ქრისტეს ჯვარცმამდე. მაცხოვარმა თავის მოწაფეებს, პეტრეს, ივანეს და იაკობს, აი 12-დან გამოარჩია ეს სამი მოციქული, წაიყვანა თაბორის მაღალ მთაზე და მათ წინაშე ფერი იცვალა. ფერი იცვალა რას ნიშნავს, რომ ამ მოწაფეებს უჩვენა თავისი ღვთაებრივი დიდება. იესო ქრისტე ხომ არის ადამიანად მოსული ღმერთი და მას რომ შეხედავდი ადამიანს გავს ჩვეულებრივ ადამიანს, მაგრამ ის ამავდროულად არის ღმერთი. ამიტომ ცოტა ხანში დადგებოდა დრო, რომ ეს მოციქულები მაცხოვარს დაინახავდნენ ჯვარზე გაკრულს. და მოციქულები რომ ესე იგი არ შეშინებოდათ, რომ სიმტკიცე არ დაეკარგათ, მათ უნდა სცოდნოდათ, რომ ის არის ღმერთი და რომ მან თავად ინება, თვითონ ინება, რომ ჩვენთვის, ჩვენს გამოსახსნელად ჯვარზე გაკრულიყო. გესმით? და ამიტომ უნდა სცოდნოდათ მისი ღვთაებრივი დიდების შესახებ და თაბორის მთაზე აჩვენა უფალმა მოწაფეებს თავისი დიდება. იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანს შეეძლო, რომ დაენახა და დაეტია. სრულად კი არ უჩვენა თავისი დიდება, იმიტომ რომ ადამიანს არ შეუძლია ამისი ხილვა. არამედ რამდენადაც შეეძლო, იმდენად უჩვენა. და იქ მოციქული პეტრე იმდენად გახარებული იყო, რომ უფალს ეუბნება, რომ აი უფალო, რა კარგიაო ჩვენთვის აქ ყოფნაო. მოდი გავაკეთოთ სამი კარავიო, ერთი შენთვისო, ერთი მოსესთვის, ერთი ელიასთვის. მოსე და ელია წინასწარმეტყველებიც იქ თაბორის მთაზე გამოჩნდნენ. ისინი უკვე მაშინ აღარ იყვნენ ცოცხალი, მოსე აღარ იყო ცოცხალი, გარდაცვლილი იყო და ელია თესბიტელი კიდე ღმერთმა ცოცხლად წაიყვანა ზეცაში. და ისინი ორივენი მაცხოვართან ერთად გამოჩნდნენ, რითიც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ იესო ქრისტე არის ცოცხალთა და გარდაცვლილთა მეუფე. ნახეთ პეტრე მოციქული რას ეუბნება. არ გქონიათ შემთხვევა, რომ აი რაღაცა იმდენად გახარებთ, რომ ფიქრობთ, რომ ნეტა ეს მდგომარეობა არ შეწყდეს, არასოდეს არ დამთავრდეს. ხო გქონიათ? აი პეტრე მოციქულს ესეთი განცდა აქვს, უფალო, რა კარგია აქ ყოფნა. უნდათ რომ სული ყოფილიყვნენ და სულ ესე ყოფილიყო არ დამთავრდა. ეს არის უფალთან ყოფობის მადლიანი განცდა. ადამიანი, რომელიც შეძლებს რომ უფალთან ესე იყოს, მას მარადიულად აქვს სიხარული და ეს უნდათ სულდა. ჩვენ სამრევლო სკოლას ქვია უფლის კარავი. რატო ქვია, იცით? პეტრე ხო ეუბნება, რომ პეტრე მოციქული რომ გავაკეთოთ კარავიო და თვითონ ფიქრობდნენ ეს მოციქულები, რომ იმ კარავში იქნებოდნენ, სადაც უფალია. და ჩვენ სამშინაარსით დავარქვით უფლის კარავი, რომ ანუ უფალთან მარადიულად ყოფნის სურვილი. აი ამას ნიშნავს უფლის კარავი ჩვენთვის, ჩვენ ამ მოსაზრებით დავარქვით. ეს ტაძარი 2014 წელს აშენდა, პირველი წირვა მაშინ ჩატარდა. საკვირაო სკოლის შენობებს რაც შეეხება, ზოგი 2015-ში, ეს 2022-ში, მერე ბანაკი აშენდა, ეხლა სპორტული დარბაზი და კიდე რაღაცეები გვაქვს გეგმაში და ღმერთი თუ ინებებს, ეგეც გამოვა. ეს ისე უბრალოდ ინფორმაციისთვის. ისჯება თუ არა ადამიანი, ვისაც ღმერთის არ ჯერა. და მეორე, ამისი მსგავსი შეკითხვა და ბარე მივაბად. თუ მარხვა დავარღვიე, რა შემთხვევით ან მუცელი ვერ შევიკავე. რა უნდა გავაკეთო? გთხოვთ ორივეს გუპასუხოთ. რა არის იმ? ჩვენ ხო უცოდველები არა ვართ. შემთხვევითაც შეიძლება ადამიანმა დაარღვიოს და იმითიც რომ რაღაცა ძალიან მოუნდეს და უბრალოდ ვერ შეიკავოს თავი. მაგრამ ღმერთი ხო მოწყალია. ხო მოწყალია ღმერთი. თუ ჩვენ ვთხოვთ რომ გვაპატიოს, არ გვაპატიებს. გვაპატიოს. ამიტომ თუ რამე შეგვეშლება, იმას დიდი ნერვიულობა კი არ ჭირდება. უბრალოდ გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ უფალო გვაპატიეთ, ჩვენ ვეცადოთ, რომ იგივე აღარ გავიმეოროთ. ჩვენს თავს რასაც შევატყობთ, რომ შეგვეშალა, ვეცადოთ, რომ გადავწყვიტოთ, რომ ეს აღარ გავაკეთოთ, მაგრამ შენდობაც ვითხოვოთ. თუ კიდე მოხდა და კიდე ჩავარდით იგივე ცოდვაში, არც მაშინ არ გავიხეთქოთ გული, მაშინაც შენდობა ვითხოვოთ. უბრალოდ ცუდი იცი რა არის, წინასწარო მოიფიქრო ადამიანმა, რომ აი ახლა მე უნდა ცოდვა ჩავიდინო. წინასწარ არ დაგეგმო. აი მაგალითისთვის ვიტყვი, ძალიან ადვილად რომ გაიგოთ.
მე ხა პატარავიდან ფეხბურთი მიყვარს და ამ ენაზე უფრო კარგად საუბრობ ხოლმე მით უმეტეს ბიჭებთან. ხო გიყვართ ფეხბურთი? პენალტი ხო იცით რაც არის? დაუშვათ პენალტი დაინიშნა. ვიღაც მიდის პენალტის დასარტყმელად და წინასწარ განზრახული აქვს რომ ააცილოს ბურთი. ეგ ხო ღალატია გუნდისა. ხო ღალატია. აბა წინასწარ ვფიქრობ რომ მე ახლა ავაცილ. გადაწყვეტილი რო გაქვს რომ სპეციალურად გააფუჭო. ხო ღალატი იქნება შენი გუნდის. მაგრამ აი მონდომებით რომ მიხვიდე რომ გაიტანო და მაინც რო გაგიფუჭდეს, ეგ ღალატი იქნება? ეგ არ იქნება. აი ამ შემთხვევაში ესე. ჩვენ თუ ვცდილობთ რომ უფალს უერთგულოთ, მაგრამ მაინც ვარდებით ცოდვაში, ეგ იმდენი დანაშაული არ არის. აი წინასწარ შენ რო გინდა რომ ცოდვა ჩაიდინო, ეგ უკვე ცუდია. აი მაგალითისთვის ვიტყვი. შეიძლება ქუჩაში მიდიხარ და ვიღაცას შემთხვევით დაეჯახე და წაიქცა. რაღაცა დაიზიანა. ხო ცუდია, უნდა მიხვიდე წამოაყენო, მაგრამ აი წინასწარ ვფიქრობდე რომ მე ახლა გავივლი და ძალით დავეჯახები, ეგ უკვე არ შეიძლება. გესმით? თუმცა სინანული ყველაფერს შველის. და თუ არ გვწამს რომ ღმერთი არსებობს, ჩვენვე ვისჯით საკუთარ თავს. გესმით? ჩვენი ურწმუნოება იქნება ჩვენი დამშელი, თორე ღმერთი კი არ მოვა და კი არ დაგჭირს. აი მაგალითად მე რო არ მჯეროთ დავუშვათ, ჩვენ ნახეთ ამინდის პროგნოზი რომ უნდა იყოს სეტყვა. ჩვენ არ დავიჯერეთ რომ იქნება სეტყვა და გარეთ გავედით ყოველგვარი დამცავის გარეშე, ქოლგის გარეშე. და რა იქნება ჩვენი დამშელი? ის რომ ჩვენ არ დავიჯერეთ რომ იქნებოდა, ხო მართალია, თავი რო გაგვიტყდება, ხო ჩვენი ბრალი იქნება. თორე სეტყვა ისედაც მოდიოდა, სეტყვა რა დააშავა. ვინ უქუდო გავოდა, ვინ ქუდიანი და ქოლგიანი იმა რა იცის. ხო მართალია. შენ გადიხარ და შენი ურწმუნოება რომ არ იქნებაო სეტყვა ამბობდი, ეგ დაგჭირს, ხო მართალია. ამიტომ უნდა დაიჯერო. როგორ შევაყვარო ბავშვს, ისევ სკოლას, სწავლავ. მშობლის შეკითხვა როგორც მიხუდი. გლახის ნამბობი გინახიათ, წაგიკითხავთ მშობლებო, ძვირფასო მშობლებო. გახსოვთ გაბრო რომ დაკიკოს გააყოლეს ქალაქში. გაბრო შეხვდება. ხო გაბრიელი ქვია, ხო სწორად მახსოვს. გლეხის შვილი როა გაბრიელი. და ეს გაბრიელი ქალაქში ერთ ბიჭს რომ დაინახავს, წიგნი რო უჭირავს და მთელი ინტერესი ჩაფლული როა და ხან რო იცინის, ხან რო დაღვრემილია, ჩაფიქრებული და გაბრომ მკითხვა არ იცის. მაშინ ახლა ყველა მკითხვა კი არ იცოდა. და იმდენად მოეწონება ის რომ ვიღაც ესე წიგნშია ჩარგული, არა? სთხოვს რომ მასწავლეო წიგნი, ანუ წერა-კითხვა მასწავლეო. და გაუჩნდება სურვილი რომ ისწავლოს წერა-კითხვა, ის ეტყვის რომ მე ვერ გასწავლი, მაგრამ მასწავლებელთან წაიყვანს, ხო მართალია. ჩვენი შვილი, ჩვენ მშობლებს ხშირად გხედავს ესე წიგნში ეგრე ინტერესით თავ ჩარგულს, რაღაც არ ამგონია. ამიტომ ჩემი პასუხიც ეს იქნება და სადაც გხედავს ინტერესით თავ ჩარგულს, იქ კიდევაც გვბაძავს. შეიძლება ახლა ბავშვებთან ამას არ უნდა ვამბობდე, მაგრამ რასაც ხედავენ ეგ არ არის. მე რო არ თქვა ეგ არ არის. თუმცა ეს ბავშვებს არ ამართლებს. რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვინმეს ვაწყენინებთ? უნდა შენდობა ვთხოვოთ ბავშვებო. მაპატია. ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც ბევრ რამეს შველის. ფანქარს უკან ხო აქვს საშლელი. დავშოთ ხატავ და შეგეშალე, რას აკეთებ? წაშლე. აი ეს საშლელი არის მაპატია. და თუ შენ დაიჟინებ რომ ეს სწორად გავაკეთე და საშლელს არ გამოიყენებ, დაგრჩება ის უშნო ნახატი. უშნო ურთიერთობები, ეგრე არ არის? ამიტომ ლამაზი ურთიერთობები რო გქონდეს, სიტყვა მაპატია უნდა გამოიყენო. სიტყვა გთხოვ უნდა გამოიყენო. გესმით? სიტყვა თქვენს შემდეგ უნდა გამოიყენო. ჯერ თქვენ აიღებთ, ჯერ თქვენ მოვძანდით, ჯერ შენ გააკეთე და ასე შემდეგ. თუ მაგას გააკეთებ, ლამაზი ურთიერთობები იქნება. თეოდორ დოსტოევსკი ასეთ რამეს ამბობს, როგორ ლამაზად ლაპარაკობენ სიყვარულზეო და როგორ ულამაზოდ უყვართო. სიყვარულზე ლაპარაკი იცი რა ადვილია, ისე ლამაზად ილაპარაკებ, მაგრამ ლამაზად რომ გიყვარდეს, დედმამიშვილი, მშობელი, მეგობარი, შეყვარებული თუ ასე შემდეგ, შენი სამშობლო. ეგ ცოტა რთულია.
რატომ ირეკება ეკლესიის ზარი? იმიტომ რომ ძილის გუდა ხალხი გააღვიძოს და უთხრას, არიქა, მოდით, გადარჩით, ცხონდით. მსახურება რო იწყება. ეს ნიშნავს, რომ უფალი მოგვიწოდებს, მოდით, რომ გადაისჩინოთ სულები. ეგივე შეკითხვა, გადაიწერა. თუ ვინმემ გული მატკინა, როგორ მოვიქცეო? ჩვენ ვეცადოთ ბავშვებო, რომ ესე იგი ყველას გული არ გაუხსნათ. ნახე, ყველას გული კი არ უნდა გაუხსნა. გული მხოლოდ იმას უნდა გაუხსნა, ვინც იცის შენი გულის ფასი, ვინც გაუფრთხილდება შენს გულს. გულს ძირითადად ვინ გატკენს? მეგობარი გატკენს, თორე უცხო როგორ გატკენს გულს ხომ მართალი? ამიტომ ვინც შენ საყვარელ ადამიანად მიიჩნიე, იმას უხსნი გულს, ხო? ამიტომ გაუფრთხილდით გულს და იმას გაუხსენით გული. პატივი ყველას ეცით. პატივისცემა ყველას მიმართ გქონდეს, მაგრამ ეგ იმას დანიშნავს, რომ ყველას შენი გული გადაუშავა. გესმით? ამიტომ ნაკლებადაც გეტკინებათ გული. და თუ ვინმემ გატკინათ გული, აპატიეთ თქვენს გულში იმას. ნუ გადაუხდი სამაგიერებს. და ილოცე მისთვის, რომ ის შემოbrunდეს და სიკეთით იყოთ და ისე მეგობრები იყოთ. გარდაცვალების შემდეგ ადამიანი მართლა ხვდება თუ არა სამოთხეში ან ჯოჯოხეთში? დიახ, მართლა ხვდება. ამიტომ ჩვენ ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ სასუფეველში მოვხვდეთ. როგორ? კი, არა, მივყვები ნელ-ნელა. უკან არა, უпростоოდ გადავიდა, ტუშივით იყო და გადავიდა. ესე იგი, ხო ყოფილა რაღაც სიხარული გქონია ერთ დღეს, მერე მეორე დღეს რაღაც სამწუხარო ამბავი ყოფილა. მერე მესამე დღეს შეიძლება ისევ სიხარული. ამ წუთის ოფელში იცვლება სიხარული და მწუხარება ერთმანეთს ცვლიან. მაგრამ სასუფეველში არის სულ სიხარული. ჯოჯოხეთში არის სულ სატანჯველი, იქ არ ვთავრდება სატანჯველი. აი აქ მაგალითად წავიქეცის ფეხი გვეტკინა, ეზოში ვეღარ გავდივართ, ბურთს ვერ ვთამაშობ და საწოლში ვწევართ. მაგრამ არსებობს რა? არსებობს იმედი, რომ ჩვენ გაგვივლის ეს ფეხი და ისევ გავინავარდებთ, ხო მართალი? მაგრამ აი ჯოჯოხეთში იმედი არ არსებობს. ახლა რო იცოდე, რომ სულ ესე უნდა იყოს. ხო ძნელი? სასუფეველში სულ სიხარულია. აი დაუშვათ დასასვენებლად წახვედი მეგობრებთან ერთად და გელოდება სიტყვაზე 10 დღიანი რაღაცა სასიამოვნო დასვენება. და რომ იცოდე, რომ ეს 10 დღე კი არ არის, არასოდეს არ დამთავრდება. და რომ იცოდე, რომ ერთი დღე მეორეზე უკეთესი იქნება უეჭველად. ის კი არა, რომ იცი რომ დღეს ხო სიხარული გაქვს, ხვალაც ისეთი ზეგას და შეიძლება თქვა, რომ მოიწყინო. ის სიხარულებიც კი მოიწყინო, მაგრამ სასუფეველში ეს სიხარული არის მზარდი, იზრდება. მეორე დღეს ისეთი სიხარული გექნება, რომ წინა დღის სიხარული გავიწყდება. მესამე დღეს კიდე ისეთი მეორე დღე როს დაგავიწყდება და ესე სულ იზრდება. და ადამიანი დღეს როდემდე იზრდება და დაუსრულებლად იზრდება, იმიტომ რომ ღმერთი არის უსასრულო. ეხლა თქვენ ხო მათემატიკას სწავლობთ. ხო არის პლუს უსასრულობა და მინუს უსასრულობა, ხო არის? ახლა მილიონს რამდენი მილიონიც არ უნდა უმატო და უმატო, უსასრულობას მიაღწევს როდისმე? ვერასოდეს. ადამიანსაც რამდენიც არ უნდა მიემატოს სიხარული, არა? ის ვერასდროს უსასრულობა ვერ იქნება. ღმერთი კი უსასრულოა, მას არ დაელევა ჩვენთვის ის სიხარულები, რაც ჩვენთვის არის გამზადებული. თავი ადამიანმა ეს მოიპოვოს თავისი ცხოვრების წესით. რომელიც ცოდვა არ მიეტევება ადამიანს, რომელსაც არ შეინანებს. რომელსაც არ შეინანებს, ის არ მიეტევება. და რომელსაც შეინანებს, ის მიეტევება. გესმით? აი ახსარებას თუ ამბობს ადამიანი თუ ეზიარება, მიეტევება. რატომ უჭირდება ლოცვა? თუ ღმერთმა ისედაც იცის რა გვინდა. ღმერთმა იცის, მაგრამ ჩვენ ხო უნდა გამოვხატოთ ჩვენი სურვილი. ადამიანს თავისუფალი ნება აქვს ბავშვები. ჩვენ უნდა გამოვხატოთ, რომ ღმერთთან ერთად ყოფნა გვინდა. ესმით? ჩვენ უნდა გამოვხატოთ. უფალი ამბობს, ილოცეთ, ითხოვეთო და მოგეცემათო, ეძიეთ და იპოვითო, დააკაკუნეთ და გაგეღებათო. გამოიყენეთ. რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიაში სანთლის სანთებას? ეს ერთგვარი შესაწირია ბავშვებო. ღვთისადმი ერთგვარი შესაწირი. თან ეს ჩვენ ანთებულ გულს უნდა გამოხატავდეს. ჩვენს რწმენას გამოხატავდეს.
იმას რომ ჩვენ მეორე ადამიანისთვის აი ესე დავიწვევით და დავიხარჯებით. ჩვენ გავიღებთ დროს, ენერგიას გავიღებთ და სხვას მოვახმართ ამ ყველაფერს. ადამიანის სანთელს უნდა გავდეს. აი სამკრალი სანთელი ხო არ იხარჯება. ადამიანის თუ არანთია სხვისთვის არ იხარჯება. მაგრამ თუ ანთია, ესე იგი ის შედგა როგორც ადამიანი. ახლა სანთელი სულ თუ ჩამქრალი უნდა იყოს. გინდა ყოფილა და გინდა არა, ხო მართალი? რა აზრი აქვს იმის არსებობას, თუ არასოდეს არავინ არ აანთებს. ადამიანიც ეგრე, თუ არასოდეს არავის გამოადგება, გინდა ყოფილა, გინდა არა. რისთვის შეიქმნა ეკლესია? იმისათვის, რომ ადამიანის სული გადარჩეს. რა არის 64? ამაზე მე მგონი ცოტა მაინც ვისაუბრეთ, ხო? როგორ მოიქცეთ, როცა საუკეთესო მეგობარი დაგვრჩინის? უნდა დავფიქრდეთ, მართლა საუკეთესო მეგობარია? თუ საუკეთესო მეგობარია, დაგვრჩინებს? თქვენ საუკეთესო მეგობარს დასცინებთ? სხვა არის ბავშვებო, რომ მოვიდეს ჩვენი საუკეთესო მეგობარი და გითხრას, შენ რა ქვია? ელენე. აი რო გითხრას, ელენე. შენ სახეზე რაღაცა გისვია და მოიცალე. ეგ იქნება მეგობრული ჟესტი მისი მხრიდან. მაგრამ აღონ ამას ცალკე რომ გეტყვის, ან თუ ხალხთან ერთად ხარ, მოვა და ყურში ჩუმად გეტყვის ელენე შენ. ახლა შენ თუ გაიბრუსხები რომ რა თმითხრა ესაო, ეგ უკვე შენი მხრიდან უხასიათობის გამოვლინება იქნება. მაგრამ შენ თუ ეტყვი რომ მადლობა ჩემო მეგობარო, რა კარგია რომ მითხარი და უცბად მოიცილებ და გაკოხტავდე. მაგრამ ის თუ შორს დადგება 10 მეტრის იქით და იქიდან იტყვის ელენე რა არის რეები გისვია სახეზე. ეგ უკვე მეგობრობა აღარ იქნება. გესმით? ამიტომ დავფიქრდეთ, აბა თუ მართლა დაგვრჩინის, არის თუ არა მეგობარი და უკითხოთ, თუ ჩვენ მეგობრები ვართ, შენ ასე უნდა იქცეოდე? არ უნდა იქცეოდეს მეგობარი ასე, თუ დაგვრჩინის. თუ არა და მაშინ სწორი სახელები უნდა დავარქვათ ყველას. მეგობარი ყველას კი არ უნდა დაარქვა. თუმცა როგორც შოთა რუსთაველი ამბობს, ვინც მოყვარეს არ ეძებს, იგი თავისა მტერიაო. ჩვენ თითოეულ ადამიანში მოყვარე და მეგობარი უნდა ვეძებოთ. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ უკვე ყველა ადამიანი მეგობარია. მაგრამ უნდა აი ადამიანში მტერი კი არ უნდა ეძებო, ცუდი კი არ უნდა ეძებო და აღმოაჩინო. თუ ცუდს დაუწყებ ძებნას, ცუდსაც აღმოაჩენ, იმიტომ რომ ყველას გვაქვს ჩვენ რაღაცა ნაკლი. გესმით? მაგრამ ჩვენ თუ ერთმანეთში კარგს დაუწყებთ ძებნას, იმასაც აღმოაჩენთ, იმას უნდა ჩავეჭიდოთ. აი მაგალითად, ფუტკარი ხო ყვავილებს ეძებს. აი თქვენ ლამაზ ყვავილებს ხო ეძებს ფუტკარი. და ბუზი რას ეძებს? ბუზი რაღაც უწმინდურობას ყვავილებს ჩაუვლის გვერდით და კი შეიძლება არ დაждდეს. აი რაღაცა წუმპეს რო იპოვის, რაღაცა უწმინდურობას იქ უნდა ჩაერჩოს. ადამიანიც ზოგი ფუტკარს გავს, ზოგი ბუზს გავს. როგორი ადამიანი გავს ბუზს შენი აზრით? აი ადამიანში რას რომ ეძებს? ცუდ საქციელებს რო ეძებს, გესმით? აი მაგალითად იტყვის რომ ეს ვიღაცა ძუნწია. არდა ის შეიძლება რაღაცა დაენანა ერთხელ, მაგრამ შეიძლება როგორი კარგი ადამიანია, როგორი მოწესრიგებული მოსწავლეა, როგორი კარგი შვილია, გესმით? და ფუტკარი იმაში ზუსტად იმ სიკეთეებს დაინახავს. უბრალოდ აბა თქვენ დააკვირდით ხომ? მე ხა უბრალოდ ჩვენ ერთმანეთთან ესე ხშირი შეხება არა გვაქვს, თორე ჩვენ ბავშვებს კი ვეუბნები ხომ. ერთი კვირის განმავლობაში, თუმცა თქვენ დამრიგებელთან მიიტანეთ ამას გაახარებთ. ერთი კვირის განმავლობაში დააკვირდით ადამიანებს როგორც ფუტკარი. მშობელს, დედმამიშვილს, მეგობარს, მასწავლებელს თუ სხვა, ოღონდ დააკვირდით როგორც ფუტკარი. და რას აღმოაჩენთ კარგ თვისებას. და დაწერეთ ფურცელზე რომ მე ჩემს მასწავლებელს, ჩემს მეგობარს, მშობელს აი ეს კარგი თვისება შევამჩნიე. და ჩამოწერეთ ეს ერთი კვირის განმავლობაში ადამიანებთან ვისთანაც შეხება გექნება და ვინმეს კარგი საქციელი მოგეწონათ, დააფიქსირეთ ეს ფურცელზე. იცი რამდენ კარგ რამეს აღმოაჩენთ? მე შეიძლება მოგინდეთ რომ მიბაძოთ იმ რაღაცაში. თქვენ იქნებით ფუტკრები.
როგორ ვისწავლოთ ლოცვა გულით და არა მხოლოდ სიტყვებით. ლოცვა იცი რა არის ბავშვებო? ლოცვა არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ გვგრძნობთ, რომ ღვთის წინაშე ვდგევართ. ოღონდ წმინდა მამები ჩვენ გვირჩევენ, რომ არ წარმოვიდგინოთ რაღაცები, აი ღმერთი არ წარმოიდგინო ასეთია, ისეთია და ფიქრობ, რომ შენ მის წინაშე დგეხ. მაგრამ იფიქრო იმაზე, რომ ეხლა რომ ღმერთი მიყურებდეს. აი მაგალითად სახლში რომ მივალთ ჩვენ და დავუშვათ სრულიად მარტო ვართ სახლში. და ვაკეთებთ რაღაცას, დავუშვათ საჭმელს ჭამთ თუ მეცადინეობთ თუ თამაშობთ თუ ტელევიზორს უყურებთ, აი როგორც ვაკეთებ. დავუშვათ ჩვენ მივედით სახლში და დაგხვდა ჩვენი მეზობელი ჩვენ სახლში. ჩვენი ქცევა ცოტათი მაინც არ შეიძლება, რომ ვიცით რომ ის გვიყურებს. არ შეიძლება, აი ცოტა. შეიძლება მარტო რომ მიხვალ და გაექანო და მდივანზე გადახტეთავით, აი ვიღაცა რო უკვე ვეღარ გააკეთო ეგ. ესმით? ცოტა რაღაცით შეიძლება ქცევა და ეხლა წარმოედგინე რომ სახლში მიხვიდე და უფალი იესო ქრისტე რომ იქ იყოს ერთ-ერთ სკამზე რომ დაგხვდეს, დაბრძანება. ხო რაღაცა მოგძალებით იქნები არა? არა და უფალი ყველასთან არის ჩვენთან სახლში. უფალი ყველგან არის, ყველგან გვიყურებს და ადამიანს რომ ეს ახსოვს, რომ უფალი გიყურებს, ეგ უკვე ლოცვა, ეგ უკვე უფალთან ურთიერთობა. მეცადინეობ თუ ჭამ თუ რასაც აკეთებ, შენ რომ ქრისტე გყავს თვალწინ, რომ გძნობ რომ ის გიყურებს, არა? სულ სხვაგვარი იქნება ჩვენი ქცევა. და ეგ უკვე ლოცვაა, რომ ჩვენ ამას გძნობთ. და თუ ლოცვის დროს აი ხატებთან რო ვდგევართ, ჩვენ უფალი დაგვავიწყდა და გონებით აქა თუ იქ დავეხეტებით, ეგ უკვე ის ლოცვაა, რაზეც თქვენ ამბობთ, რომ მარტო სიტყვებით და გულით ლოცვა ისე, როდესაც ჩვენ ამას გძნობ და მე იმ საჭიროებას გძნობ, რისთვისაც ლოცულობ. როგორ დავძლიოთ შური? არ იფიქრო იმაზე, რომ ვიღაცა ეს აქვს, ვიღაცას ის აქვს. ჩვენ რაც გვაქვს, იმით ვიყოთ მადლობელი. იმას რაღაც აქვს შეიძლება. რაღაცის ნიჭი აქვს, დაუშვათ სიმღერის ნიჭი, ცეკვის ნიჭი. მე რა რო აქვს? შენ ღმერთმა რაღაცა სხვა მოგცა, ის აღმოაჩინე. ის განავითარე და იმით იქნები ბედნიერი. არ იფიქრო სხვაზე. როგორ მივხვდე რომ ღმერთი პასუხობს? უნდა ილოცოთ ბავშვებო და სახარება უნდა იკითხოთ. სახარებას რომ კითხულობს ადამიანი, საბავშვო სახარებებიც ხო არის, ბიბლიებიც არის, იმითი უფალი გელაპარაკება და თავის ნებას გამცნობს. აი რა არის ღვთისთვის მოსაწონი. წაიკითხეთ ხოლმე საბავშვო სახარება. რატომ ვღებავთ აღდგომაზე წითლად კვერცხებს? როდის ააშენეთ ეს ტაძარი? ტაძარზე უკვე მოგახსენეთ წითლად, იმიტომ ვღებავთ, რომ ესეთი გარდამოცემა არსებობს ბავშვებო. როდესაც ქრისტე მკვდრეთით აღდგა, მარიამ მაგდალინელმა მიართვა კვერცხი, ჩვეულებრივი კვერცხი, იმპერატორ ტიბერიუსს. ტიბერიუსი რომის იმპერატორი იყო და ახარა ქრისტეს აღდგომა. ტიბერიუსმა არ დაიჯერა, მეფემ არ დაიჯერა და თქვა, რომ ქრისტეო ისევე აღდგაო, როგორც ეს კვერცხი გაწითლდებაო და ეს კვერცხი მართლაც გაწითლდა. ქრისტეს ჯვარცმა სისხლისფერი, ხო, ეს წითელი კვერცხი და რატომ მაინც და მაინც კვერცხი? იმიტომ რომ კვერცხიდან ხო სიცოცხლე ჩნდება. აი სიცოცხლის სიმბოლოა. თან მარადიული სიცოცხლის, იმიტომ რომ შეიძლება აი ამ სკამს დასაწყისი აქვს და დასასრული, მაგრამ კვერცხს ხო არ საიდან არ აქვს. თითქოს მარადიულობას გამოხატავს ეს კვერცხი. თან სიცოცხლე იბადება იქიდან. როგორ გავიგო რა არის ჩემი მიზანი ამ სამყაროზე ღმერთისთვის თუ ჩემთვის? როგორ გავიგო ჩემო ძვირფასებო და დავაკვირდეთ ჩვენს თავს? რაღაც ჩადო ღმერთმა ჩვენთვის, რაღაცის ნიჭი. არ არსებობს ზოგჯერ ბავშვები ამბობენ ხოლმე, რომ ყველას რაღაცის ნიჭი აქვს და მე არაფერი არ გამომდის და უიმედოდ არიან. ეგეთი ადამიანი რომ არაფრის ნიჭი არ ქონდეს, არ დაბადებულა. გესმით? სახარებაში ესეთი რაღაც წერია. უფალმა, ანუ ბატონმა, სახლის ბატონმა ზოგს 5 ტალანტი მისცა მონეტა, ზოგს 2, ზოგს 1 და უთხრა რომ გაამრავლეთ. აი ეს მონეტები არის ჩვენი ნიჭები და იქ არ წერია რომ ვიღაცას 0 მისცა. ყველას რაღაცა მისცა. დააკვირდეთ უნდა საკუთარ თავებს და
აღმოაჩენთ, რომ თქვენში არის რაღაცის კეთების განსაკუთრებული ნიჭი. ესმით. და იპოვეთ და გაამრავლეთ. როგორ გავუგოთ ერთმანეთს უკეთ? ჩვენი თავი დავაყენოთ იმის ადგილზე, ვისაც გვინდა რომ გავუგოთ. და ისე ვესაუბროთ, როგორც ჩვენ გვინდა რომ გვითხრან. ისე ვიფიქროთ მასზე, როგორც ჩვენ გვინდა, ჩვენზე გვინდა იფიქრონ. ისე მოვექცეთ და თუ შევძლებთ, რომ ყველას ასე მოვექცეთ, მაშინ იქნება იდეალური ურთიერთობა. როგორ შეგვიძლია კონფლიქტის მარტივად მოგვარება? იყო და არა იყო რა? იყო ერთი მოხუცი კაცი. სოფელი გაქვთ, დაგიქესიათ რამე მოგირწყვიათ. კი? მორწყვა ხო ჭირდება ბაღს. ხო და სოფელში ხშირად არის ხოლმე ასეთი რამე, სარწყავი წყლები რო ნაკლებია, სოფლის მოსახლეობა თავის მინდვრებს მორიგეობით რწყავენ. დღეს ერთი მორწყავს, ხვალ მეორეს, ზეგ მესამე. ამ მოხუცი კაცის ჯერიც დადგა და ბაღს რწყავს. თან შუადღით ახლა სოფელში ასე ხდებოდა ხო, მე სოფელში გავიზარდე და შუადღით სუფრას გაშლიან შრომელი ხალხი, პურს შეჭამენ, დაილოცებიან. მერე აგრძელებენ შრომას. ამ კაცმაც გაშალა სუფრა, აიღო ჭიქა და თქვა, დიდება შენ და უფალო, რომ ამ ხნის კაცი ვარო და თავიც კი არ გამტეხვია. ანუ ისე მშვიდად მოვედი აქამდე, რომ თავიც არ გამტეხვია. ეხლა ეს დაინახა ერთმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელსაც ეტყობა ბევრჯერ ჰქონდა თავი გატეხილი. მოვბრძანით, დაგელოდებით. თქვენთან არიან? ერთი ახალგაზრდა ბიჭი უყურებდა, რომელსაც თავი ეტყობა ბევრჯერ ჰქონდა გატეხილი, ცოტა შარიანი ჩანდა და იმიტომაც ჰქონდა თავი გატეხილი. მივიდა და სადაც ეს წყალი ნაწილდებოდა, ეს მოხუცი კაცი ხო რწყავდა თავის ბაღს. ვარით გადაუგდო თავისი მინდვრის მხარეს. მივიდა ეს მოხუცი კაცი ეუბნება, შვილო, დღესო ჩემი რიგი იყო და იმიტომ გადაუგდე წყალი ჩემსკენო. კალაპოტი იმიტომ შეუცვალე, რომ ჩემი რიგია და მე უნდა მორწყო. და ამ ბიჭმა უთხრა, რომ არაო, დღესო მე უნდა მორწყო. შარზეა როგორც სიტყვიან. და ამ მოხუც კაცს აღარაფერი უთქვამს. კარგი შვილო, დღეს შენ მორწყეო და ხვალ ჩემსკენ გადმოუგდეო წყალიო. არაო, ხვალაც მე უნდა მორწყო. რა არის, რომ აიტეხოს მოკლედ რა, ჭუბი ატყდეს. მერე ახლა იმ თაში ხდება ხოლმე ესეთი რამე, ცოტა შარიანი ხალხიც არიან და იმ დღეს რო ჭუბი არავისთან არ მოძდით, იცი რა საკეთებენ ზოგიერთი? ფეხსაცმელებზე თასმებს გაიხსნიან და ეგრეთ დადიან, რომ ვინმე დააბიჯოს და მერე ესენი აუხიდნენ. აი ეს ახალგაზრდა კაციც ეს. და კარგი შვილო, ზეგად შენ მორწყეო. თუ ხალათო რა წაი და მერე ჩემსკენ გადმოვდა. არა, მერეც მე უნდა მორწყო. სულ მე უნდა მორწყო ეს ბიჭი ეუბნება. კარგი შვილო, მოხუცმა უთხრა, რომ სულ შენ მორწყეო და როცა აღარ დაგჭირდებაო, მარტო მაშინ გადმოვგდე ჩემსკენო და აიღო იმ ბიჭმა და მაშინვე გადაუგდო წყალი. აი ეგეთი კაცი რო ხარო, იმიტომაც თავი არ გაგტეხვია არასდროს. როგორ უნდა მოაგვარო კონფლიქტი, იცი? უნდა დაუთმე და თუ თან ახლა თუ ქრისტიანი ხარ და ლოცვის ძალის აქ წამს, დაუთმე და თან ილოცე მისთვის. და ნახავ რომ მოგვარდება. რაც უფრო თავს დაიმდავლებ, აი მაგალითად ადამიანი რო ბაღში მიდის, რომ უნდა გათიბოს. იცი რომელი ბალახი გადარჩება გათიბას? რომელსაც თავი დახრილი აქვს და მიწას არის გართქმული. ის არ მოიჭრება. აი თავაწეული პირველ რიგში მოიჭრება. თავს თუ დახრი, გადარჩები. და თუ ამაყი და ამპარტავანი ხარ და ყოყლოჩინობ, პირველი შენ მოხვდება. არის ცოდვა ის, რომ ქალს ქალი მოსწონს, მაგრამ მასზე არ ქორწინდებაო? ეს ძალიან დიდი გაუკუღმართებაა ბავშვები. თქვენ ახლა პატარები ხართ, რადგან კითხვა დაისვა, მე მაინც პასუხობ, მაგრამ ეს ძალიან დიდი გაუკუღმართებაა და დღეს ამისი პროპაგანდა მიმდინარეობს, მაგრამ ეს არის
ეს არის ის, რის გამოც სოდომი, გომორი და მასთან ერთად კიდე 3 ქალაქი ცეცხლის წვიმით დაიწვა და ღმერთს არ მოსწონს ეს. გესმით? ეს ძალიან დიდი ცოდვაა. მე აქ გავჩერდები და ამაზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი, თქვენი ასაკიდან გამომდინარე. რატომ არ შეიძლება ეკლესიაში შორტის ჩაცმა? ეხლა მაგალითად ქორწილში რო შორტებით მივიდეს ადამიანი, სწორი იქნება? ან ზღვაზე რომ თბილი ქურთუკით ჩავიდეს საბანაოდ, სწორი იქნება? ხო არ იქნება სწორი. ხო და ეკლესიასაც თავისი წესი და რიგი აქვს. გოგონები, მანდილოსნები, ახლა რა ვთქვი, მანდილოსანი, მანდილი უნდა ეხუროთ თავზე და არა წელზე. თავზე მანდილი უნდა ეხუროთ, რაც მორჩილების და თამდაბლობის ნიშანია ქალისთვის. თავს ქუდი მოხდილი უნდა, კაცს ქუდი მოხდილი უნდა ქონდეს. და ისიც მოწესრიგებულად უნდა ღვთის სახლში შევდივართ, გესმით რაზეა ლაპარაკი. ღმერთს უნდა შევხვდეთ. ხო და იქ ახლა ისეთი ფორმით რითიც ფეხბურთს ითამაშებ არ ივარგებს. ყველაფერს თავისი წესი და რიგი აქვს. ბავშვის მონათლა მეორედ შეიძლება, ბავშვის მონათლა მეორედ არ შეიძლება, რადგან ნათლობა ნიშნავს, რომ ადამიანი დაიბადა. შეიძლება ბავშვი მეორედ რომ დაიბადოს, ესენი სად წავიღე, სადღაც დავით. აქ ჩავარდა. შეიძლება რომ ადამიანი მეორედ დაიბადოს? ხო, ხორციელად. ზოგჯერ არის ხოლმე ასეთი რამ, ნათლიასთან არ მაქვს კავშირი და თუ შეიძლება რომ მეორეთი მოვინათლო, იმიტომ რომ ნათლია მყავდესო. სხვადასხვა გუშინ წერდა ვიღაც რომ ეს მეც მეხება ალბათ ეხლა რასაც ვიტყვი. ალბათო ჩემს ნათლიას გონია რომ იმ ნათლობის წყალში დავიხჩეო და იმის მერე აღარ უნახივარო. მეც რომ ახსენდება ჩემი ნათლულების სულგული მისკდება. ერთი პერიოდი მქონდა ხოლმე ვიკრიბებოდით ესე. დაახლოებით 40-მდე ნათლული მყავს და ჩემთვის ფიზიკურად ძნელია რომ აი რაღაცა, მაგრამ მქონდა ხოლმე რომ ესე ვიკრიბებოდით ხოლმე და ეხლა მინდა რომ აღვადგინო ისევ ეს რომ შევკრიბო ისევ ჩემი ნათლულებიდან. მიუხედავად იმისა, ნათლია მოდის და გნახულობს თუ არა, მეორეჯერ ვერ მოინათლებ. ახლა ხო არის რომ ადამიანი დაიბადება და მშობელი გარდაეცვლება. ის მეორედ ხო ვერ დაიბადება. ნათლობა არის ერთხელ. ჩვენ თუ იმას ვიზავთ რომ მღვდელს არ ვეტყვით რომ მონათლულია ჩვენი შვილი და ხელმეორედ მოუნათლავთ, ამით ჩვენ დიდ ცოდვაში ჩავარდებით. ანუ ის ვინც მოიტყუება იმას ვამბობთ რომ მღვდელი თუ გკითხავს რომ მოსანათლია თუ არ არის და ჩვენ ვიტყვით რომ არ არის მონათლული და ხელმეორედ მოუნათლავთ, ეს დიდი ცოდვა იქნება. თუ დამოვიწყდა ლოცვა, ცოდვა ხომ არ არისო. და რატო უნდა დაგვავიწყდეს ლოცვა? თუ გვიყვარს, ლოცვა ხო ღმერთთან საუბარია. აი ხა მე 6 კლასელებს კითხავ, ცოტა მოზდილები ხართ, შეყვარებული გყავთ? არა. აი მოდი თეორიულად ხომ აიც გაიგონიათ რომ ვიღაცა შეყვარებული ყავს. დავუშვათ ამ საღამოს შენი შეყვარებული შენს ზარს ელოდებოდა და დაგავიწყდა რომ დაგერეკა. კარგი იქნება? ან როგორ უნდა დაგავიწყდეს, რო იცი რომ საღამოთი ეს ბედნიერება გელოდება რომ შენი შეყვარებულის ხმას გაიგონებ და ელაპარაკებ. დაგავიწყდება? თუ დაგავიწყდა და არ გახსოვს 1 დღე, 2 დღე, 10 დღე, ესე იგი რას ნიშნავს? მართლა გიყვარს? არ გიყვარს? რატომ ხდება რომ მეგობარი მეგობარს არ აფასებს? ესეთი რამე არ ხდება. მეგობარი მეგობარს ყოველთვის აფასებს და იმ ვისაც ჩვენ მეგობარი დავარქვით და სხვას არ აფასებს. მე მაქვს ახლა თქვენთან კითხვა, არის ის მეგობარი? მე არ ამგონია. მე ეგეთი მეგობრები არ მყავს, ვისაც არ ვაფასებ. გესმით? მე არ მყავს ეგეთი. აი ხა რომ დავფიქრდე, მე არ მყავს ესეთი მეგობარი, ვისაც არ ვაფასებდე, პატივს არ ვცემდე და არ ფიქრობდე და არ ვზრუნავდე მას.
ეგეთი მეგობარი მე არ ვყავს. რა გითხრით აბა? როგორ იქნებოდა დედამიწა ღმერთის გარეშე, ან შეიქმნებოდა საერთოდ, არ შეიქმნებოდა, მაგრამ დაუშვათ ღმერთი არ არის. ჩვენ ხო ერთმანეთს ჭამთ დღეს და ჭამა მერე გენახა. ღმერთი რომ არ იყოს. ესმით. რაც უფრო ადამიანი ღმერთს დაშორდება, მით უფრო ცხოველს და პირუტყს დაემსგავსება. მოდი გავიხსენოთ საქართველოს სანამ ქრისტიანობა შემოვიდა და იცი რა ხდებოდა? აი ერთ-ერთ ყველაზე ცუდ რაღაცას ვიტყვი. ადამიანებს თავისი შვილები მიყავდათ და კერპებთან კლავდნენ. სხერპლად წირავდნენ. გესმით? აი ესეთ გაუკუღმართებამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, თუ ღმერთი არ არის მის ცხოვრებაში. და ღმერთი როდის არ არის ჩვენ ცხოვრებაში? როდესაც ჩვენი გულიდან ღმერთს გავაძევებთ. რატო ამბობ ჩვენ გავაძევებთ? იცი, ღმერთი არის ჩვენი შემოქმედი, ჩვენ გაგვაჩინა ღმერთმა, გაგვაჩინა თავისუფლება, ანუ არჩევანის უფლება ჩვენ მოგცა. შენ გინდა ღმერთთან? კი ბატონო, იყავი. არ გინდა ღმერთთან? არ გაძალებს. აი ისევე როგორც შეყვარებულზე რო ვთქვი. შეიძლება ხათრით ვიღაც გიყვარდეს, ძალით ვიღაც გიყვარდეს, ან გიყვარს, ამას ხო შენ ირჩევ. აი ეს ღმერთი არ გაძალებს. ღმერთს ჩვენ უყვარვართ, მაგრამ ის რომ ჩვენ გვიყვარდეს ღმერთი, ამას ჩვენ არ გაძალებს. თავისუფალი ნება მოგცა. როგორ დაუძლიოთ სიზარმაცე? სიზარმაცე უნდა დაუძლიოთ სიყოჩაღით. ერთხელ უნდა გაიჭირო და გააკეთო. ორჯერ, სამჯერ და ეს შენ ბუნებრივ მდგომარეობად გადაიქცევა. მაგრამ თუ ერთხელ დაიზარე, ორჯერ, სამჯერ და გაზარმაცდები. მაშ. აი მაგალითისთვის ვიტყვი, პირველი რაც უნდა გააკეთო. თავს რო გაახელ, არ უნდა დააცადო იმ ფიქრებს თავში მოსვლა, ადგე თუ არა, გაახელ თუ არა უნდა ადგე. და გაიქცა სიზარმაცე. ერთხელ თუ იტყვი, მოდი დე 1 წუთი ცა და მერე ავდგები. 5 წუთი და მერე ავდგები. უკვე ერთხელ გაჯობა, ორჯერ გაჯობა და დაგძლევს მე. გაახელ თუ არა უნდა ადგე. მორჩა. და გაიმარჯვებ. როგორ დაუძლიო აღსარების ჩაბარების შიში. ეს შიში ბავშვებო ძირითადად ეს სისხლი რო აიმე ახლა როგორ მივარ, რას ვეტყვი, მამაო რას იფიქრებს, ეშმაკისგან არის. და ხელს გვიშლის რომ მივიდეთ. არაფრის თქმა აღსარებაში არ შეგწყვეთ. იმიტომ რომ ეს ადამიანები ვართ და ცოდვაში ვარდებით. არც ის იფიქროთ რომ ახლა მოძღვარს ჩემზე შთაბეჭდილება შეეცვლება. პირიქით მოძღვარი იმის მიმართ უფრო თანამგრძნობია, ვინც უფრო მეტად აჩვენებს თავისი სულის ჭრილობებს. აი მამო, მე ესეთი რაღაცა შემემთხვა. გესმის და იმაზე უფრო მეტ ზრუნავს. ვიდრე იმაზე, რომ ვინც თავს იწონებს, რომ მე ესეთი რამე არა მაქვს, მე ძალიან კარგი ვარ. ეხლა რა შედეგი გვექნება ექიმთან რომ მივიდეთ და მოვაჩვენოთ, რომ აი ესეთი კარგი ჯანმრთელები ვართ. და რას მიიღებ იმისგან? მაგრამ თუ ჩვენ მივალ და ვეტყვით, რომ ექიმო, ჩვენ ესეთი სიმპტომები გვაქვს, ესენი გვაწუხებს, გვახველებს, წელი გტკივათო, თავი გტკივათო, ის ეცდება რომ გიმკურნალოს, ხო მართალია? არ მოგერიდოთ. თუ მაინც არის რომ რაღაცა ცოდვას ვერ ამბობ მოძღვართან, არა, ის მაინც უთხარი რომ მამო, რაღაცა მაქვს ისეთი და ვერ ვამბობ ამას. და იმის უთქმელად ნოეზიარებ. შენ ცილოცებ რომ ღმერთმა მოგწეს რომ თქვა, მე არაერთხელ მქონია ბავშვები, აი რაღაცა მეც ხო ახლა თქვენაირად პატარა ბავშვი ვიყავი, მე გავიზარდე, მე პირველად ვეზიარე, მე მე-11 კლასში რო ვიყავი, თქვენ ახლა პატარაობიდანო ეზიარებით, მადლობა ღმერთთან. მეც მქონია ესეთი შემთხვევები, რომ რაღაცის თქმა მიჭირდა მოძღვართან. მე ვლოცულობდი უფალო, შენ შემეწია, რომ არ დამტოვო, რომ უახსარებოდ ვიყო, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ვევედრებოდი და არასოდეს არ დაუტოვი ვარ. ყოველთვის მეძლეობდა ღვთისგან იზძალა, რომ მე თქვა ახსარებ. დაგღალეთ. ჯოჯოხეთზე და 60-ზე ვთქვით უკვე.
რას ნიშნავს ამპარტაუნება და როგორ ავარიდო თავი ამწოდოს? ამპარტაუნება ნიშნავს ბავშვებო იმას, რომ ჩვენი თავი რაღაცა დიდი კიტრი რო გონია. რაღაცას წარმოადგენთ გონია. აი მაგალითისთვის ვიტყვი. ბზობის დღესასწაული იცით რა არის? მაცხოვარი შედის იერუსალიმში სახედარზე. სახედარი ხო იცით რა არის? სახედარზე, ანუ ვირზე და ჩოჩორზე ამხედრებული და შედის იერუსალიმში და ხალხი იქ ბაიას ტოტებს, ტანისამოს უფენენ და შეძახილებით ოსანა ძესა დავითისას ამკობენ მაცხოვარს. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ იმ სახედარმა ვირმა რო იფიქროს, რომ ხალხი მე მხვდება ესე. სასაცილო არ იქნება? აი ეს ჩოჩორი ესე რო ფიქრობდეს, რომ ნახეთ ხალხი ტანისამოს, იმაზე კი არ იფიქროს, რომ ზედ მაცხოვარი ზის და იმას უფენენ, იესო ქრისტეს უფენენ. აი მე მიფენენ ტანისამოს. სასაცილო არ იქნება ის ჩოჩორი? აი მაგ ჩოჩორს ვემსგავსებით ხოლმე ჩვენ, როცა გონია, რომ აი ჩვენ რა მაგრები ვართ და ჩვენ ღვთის გარეშე არაფერი არ ვართ. აბა მოდი დავფიქრდეთ, რა გვაქვს ჩვენ ისეთი, რაც ჩვენ ღმერთმა არ მოგვცა და ჩვენით მოვიპოვეთ. რა გვაქვს? ლამაზი ხმა? ეს ჩვენით მოვიპოვეთ? ლამაზი თვალები? სიმაღლე? ჯანმრთელობა? რა გვაქვს? გამჭრიახი გონება ეს ჩვენით მოვიპოვეთ? ესე იგი არაფერი. მაშინ რითი მოვიწონოთ თავი? ის რაც ჩვენი არ არის და ღვთისგან გვაქვს ნაბოძები. ამიტომ კი არ უნდა მოვიწონოთ თავი, ღმერთს მადლობა უნდა შევწიროთ და აღარ ვიქნებით ამპარტავანი. მაგრამ ეშმაკი ცდილობს, რომ ის რაც ღმერთმა მოგცა და რის გამო ჩვენ მას უნდა ვმადლობდეთ, ეშმაკმა სხვანაირად დაგვანახა და გითხრა, რომ ნახე რა მაგარი ხარ. ერთ-ერთი ესეთი თქვენნაირი ლამაზი გოგონა იყო და ერთ დიდ მღვდელმთავართან ანტონ სუროჟელთან მივიდა და ეუბნება, მეუფეო, მე სასოწარკვეთილებაში ვარ, ან უიმედობა არის სასოწარკვეთილება, ღვთისადმი სასწაუება რო აღარა გაქვს, იმედი რომ დაკარგული გაქვს და რატო ეკითხება და იმიტომ რომ მე ჩემი სილამაზითო იმდენად ვამაყოფო, რომ მე მგონია რომ ვეღარ გადავრჩები, ვერ ცხონდები, დავიღუპებიო და მღვდელმთავარმა იცი რა უთხრა? ასეთ ლოცვა-კურთხევას გაძლეო, წადიო და დღეში 3 ჯერ ჩაიხედე სარკეშიო. დაათვალიერე შენი თავი, შენი ნაკვთები, წარბები, ცხვირი, თვალები, ტუჩები, რაც მოგეწონებაო შენს თავშიო. ამის გამო მადლობა უთხარი ღმერთს. იმიტომ რომ ხო შენი შექმნილი არ არის, ღმერთმა მოგცა. ამის გამო მადლობა უნდა უთხრა, კი არ უნდა გაამართლო. შეგვიძლიათ რამე სასარგებლო რჩევა სიხარულსა და მშვიდობისთვის. ბავშვებო, სიხარული სიყვარულიდან მომდინარეობს. როდესაც ადამიანი სხვისთვის ირჯება სხვისთვის, სხვის გახარებას ცდილობს, მაშინ აქვს სიხარული. სიმშვიდე კიდე იმას აქვს, ვისაც სინდისი აქვს დამშვიდებული, ვისაც სინდისთან სწორი დამოკიდებულება აქვს, ვინც თავს არ იმართლებს, თუ დამნაშავე ამბობს დავაშავე, თუ რამეა გასაკეთებელი, თავს არ არიდებს იმის გაკეთებას, არამედ აკეთებს და სინდისი აქვს სუფთა. შვიდათაც არის და გახარებულიც. რისთვის დავდივართ ეკლესიაში, იმისთვის ვართ და ვცხოვრობთ ეკლესიურად, რომ ჩვენ უფალთან ყოფნა გვინდა. უფალთან ყოფნა გვინდა. რა მნიშვნელობა აქვს ეკლესიას? მამბასი რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში? და მეორე შეკითხვა იგივე მეორდება ეკლესიაზე. რა მნიშვნელობა აქვს ლოცვას ყოველდღიურ ცხოვრებაში? ჩვენ ყოველდღიურად ჩვენს ოჯახის წევრებს ხო ვესაუბრებთ, დილით ადგები, გამარჯობა დედიკო, თავს დაალოცინებ, როგორც პატრიარქმა გითხრა. შენს დედმამიშვილებს ესალმებით ხო მე დილით რო გაიღვიძებთ? გამარჯობა შეუბნებით, დილამშვიდობისა, ჩაეხუტებით. არა. ხო და ხალიდან იცოდე რომ ეგრე უნდა გააგრძელო. და საღამოთი სანამ დაიძინებ, ძილინებისას არ უსურვებთ? ხო და ეხლა წარმოიდგინეთ, ჩვენ ხო თქვით წეღან რომ უფალი ჩვენ სახშია, უფალი ყველგან არის. და რომ გაიღვიძებ, უფალსაც უნდა უთხრა, მადლობა უფალო, რომ გამითენდა ეს დილა. მომეცი ძალა რომ ეს დღე შენთვის სათნოთ ვიცხოვრო. აი უბრალოდ შენი სიტყვებით.
მე იქ დაწერილ წიგნს რო აიღებ ლოცვების წიგნს, იქაც აღმოაჩენ რომ იგივე შინაარსის ამბავია ის ლოცვა. საღამოთი მადლობას ეთქვი, მადლობა ღმერთო რომ მშვიდობით დაგვიღამდა. მოგმადლე მშვიდობიანი ღამე. და ეს აი ღმერთთან ურთიერთობა, აი ესე ბუნებრივი უნდა იყოს ჩვენთვის. ჩვენ უნდა გძნობდეთ რომ ღმერთი არის ჩვენთან ოჯახში. როგორ გავიგო ეს იყო უკვე როდის გახდით მამაო, როდესმე დაგიხატავთ ხატიო. არა, მე ხატწერა არ ვიცი ბავშვებო, მე მაგის ნიჭი არ მაქვს. და სასულიერო პირი გავხდი 2012 წელს. რატომ ატარებთ ასეთ შეხვედრებს ბავშვებთან? აღარ ჩავატარო? აღარ ჩავატარო ხოლმე. იმიტომ ვატარებ რომ თქვენ ამდენი გზა რო გამოიარეთ და რო იწვალეთ და რო ჩამოხვედით, აბა რა მაქვს, არ ჩამეტარებინა? აი მაგიტო ვატარებ, ბავშვების სიყვარულიდან გამომდინარე. მაგრამ ეხლა უნდა მაპატიოთ. თორე ჩემი დრო ამოიწურა. ჩვენ ესე იგი გიმნაზიაში ვასწავლე მე კიდევ ბავშვებს, გორში არის საპატრიარქოს სკოლა, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სასულიერო გიმნაზია, სკოლა გიმნაზია და პერიოდულად შეჯიბრებებს ვატარებთ ხოლმე. მათი мотиваციისთვის. მეორედან მეოთხე კლასამდე ვასწავლე იქ და ეხლა გამარჯვებული ბავშვები მიყვავს თბილისში არის ცირკია, თუ არა ვთქვი ბელორუსიიდან არიან ჩამოსული და რაღაცა ჯილდოსავით. რა თან ვეუბნებით ხოლმე ბავშვებს რომ ეს არ არის ჩვენი საჩუქარი, რა კი ჩვენ მიყვავს ტრანსპორტის ყველაფერი, მაგრამ ვეუბნებით რომ ეს არის თქვენი შრომის შედეგი. მართლა მათი შრომის შედეგია, ირჯებიან, სწავლობენ და მე სხვა შეხედავს, სხვა თუ მანამდე ალმაცერად უყურებს რომ ნეტა აქედან რა გამოვა, მე ხვდება რომ ამ შრომამ შედეგი გამოიღო. მე სხვა ბაძავს და ასე შემდეგ. ეხა ისინი მელოდებიან 2 საათზე უნდა წავიდეთ, ამიტომ